ეს ვიდეო შეიძლება ესეც დაწყებულიყო, მაგრამ ამ დღეს ზოგადად ბევრჯერ დავიწყე და გადავიფიქრე კიდეც საერთოდ ჩამწერა თუ არა ეს ვიდეო. მაგრამ როცა რამე სურვილი მაქვს, ხოლმე მიჩვენია გავბედო და გავაკეთო, ვიდრე არ გავაკეთო და შემდეგ ამის ფიქრი და დარდი მქონდეს, ნეტარ რა იქნებოდა. ეხლა გიზიარებთ პირველი ვიდეოს ჩაწერის მცდელობებს და გადავიდეთ უკვე პირველ ნამდვილ ვიდეოზე. გამარჯობა. მე თეკლა ვარ და თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი ეს იმეთქოს, რომ უკვე ჩემი YouTube არხი მაქვს. ეს ჩემი მოტოციკლი, რომელიც დღეს გავვრეცხე და კინაღწვიმაში მოვყევით. ეს არ ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი და ეხლა ცოტა გავიაროთ და ვილაპარაკოთ. საერთოდ რა ხდება? უსმენთ ხმას. როგორ მიყვარს ჩემი მოტოს ხმა. როგორც ხედავთ, დაგვაღამდა პირველი ვიდეოს ჩაწერის მცდელობებში, მაგრამ არა უშავს. თავარია რომ ეს ყველაფერი დავიწყეთ, წავედით, თაღამია, თან ნაკლები მანქანა მოძრაობს და ვიკატაოთ. და ცოტა ვილაპარაკოთ. ხო, მოკლედ რა ხდება ეხლა დღეს თავს. და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ზოგადად. პირველ რიგში გეტყვით, რომ YouTube არის ჩემი საყვარელი პლატფორმა და ძალიან მიყვარს ვლოგების ყურება. განსაკუთრებით ჩემი მეგობრების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არ შემიძლია რომ არ თქვა მადლობა ამ ვიდეოში, რომ ამ ყველაფრის დაწყების სტიმული მომეცით. ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველას, გოგოებო, ბიჭებო. სულ ამბობ, რომ ძალიან კარგი მეგობრები მყავს და სულ თმუნდები ხოლმე ამაში და მოკლედ. YouTube არხი მაქვს. და ეხლა რას ვაკეთებთ? პირველში წვანია და ვიდივართ. და ძალიან უშუალოდ გამომხედა მანქანიდან ვიღაცამ და საერთოდ არ არის ეს ყველაფერი უცნაური, როცა ესე კამერას ესაუბრები. ესე ზოგადად ხშირად ვესაუბრები ხოლმე ჩემს თავს რა. და საერთოდ ძალიან ნორმალურია, მე ისე ვფიქრობ ეს ყველაფერი. მაგრამ უცხოებისთვის და გვერდითლობებისთვის უცნაურად ჟღერს ხოლმე, რომ ჩემთვის ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა უკვე მიზეზი მაქვს, რომ ბლოგს ვიღებ. და თქვენ გესაუბრებით. მარტო მე და მე 2 წლის წინ აღმოაჩინე ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული. ჩემი მოტო, სწორედ. ეს არის პირველი სიყვარული. ამის წინ კიდე მყავდა ძალიან კარგი მოტოციკლეტი. ჩავს ამ ფოტოებს. ჩემი ხანია. ხო, შორის თქვენ არ ვიცი როგორ გეგმოთქონთ ზოგადად ცხოვრებაში რაღაცას, მაგრამ მე გამარჯობა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, როცა რაღაცა ძალიან დაუგეგმავად დავიწყე, ანუ ზუსტად მაგან გავამართლა ხოლმე და ზუსტად ეგეთი რაღაცებით ვარ ბედნიერი. და ესე შემოვიდა მოტოციკლეტით ჩემ ცხოვრებაში. სწორედ 2 წლის წინ ჩემმა მეგობარმა იყიდა ბაიკი. და როცა წავიდა ტარების სასწავლად მოტოსკოლაში, ერთხელ უბრალოდ გავყევი რა. და რომ გითხრათ, რომ ოდესმე რამე მიფიქრია, რომ მე მოტოციკლი მეყოლებოდა, ან რამე სურვილი მქონდა და ინტერესი გამომიხატავს, არასოდეს. ხოდა მე გავყევი ამ ჩემ მეგობარს. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეთქი ერთხელ ხوارც დიდი თეკლა ჩემ თავს უთხარი. მაშინ მარტო მე და მე ვიყავით და ცადე. აი ზუსტად მაგ დღეს, მაგ მომენტში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ახალი მიზნები გამიჩნდა. ვისწავლე ტარება, ავიღე მართვის მოწმობა და ვიყიდე მალევე ჩემ პირველი მოტოციკლი. რომელიც ხო შორის ეხლაც მყავს ამ მომენტშიც და კიდე
სიმართლე ვთქვათ, საერთოდ არ მინდა რომ გავყიდო, მაგრამ ცოდოა ესე. აღარ ვატარებ და ანუ არ ვატარებ და ესე დასადგომად, ნამდვილად არ მემეტება რა. ძალიან მიყვარს ეგ ბაიკი. ანუ დღეს ეს ვიდეო უნდა ჩამეწერა აუცილებლად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რამდენიმე ადამიანი ამას ძალიან ელოდება და ანუ ვერ გაუცრუებ რა იმედებს. საერთოდ შვენიერი ყოფილა ღამეცეირნა. ყოველთვის ამბობდი რომ არ მიყვარდა გამეკატაობა და რატო? შვენიერია, სულ ცარიელი გზა შედარებით მეტნაკლებად, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცოტა მანქანაა და ეს ცარიელია. წერეთელზე ვარ ახლა ამ მომენტში. გამწვანდი ახლა. რომ ვიცხათ, ცოტა არ იყოს დავიღალე დღეს, იმიტომ რომ მაინც პარასკევია და პარასკევმა თავისი ქნა. მაგრამ ის ფაქტი, რომ იუთუბ-არხი მექნება, ძალიან მახარებს და საერთოდ აღარ ვარ დახვილი, როცა მაგას გავიფიქრებ. წავედით. მაგარია. აი ვიღაც კურიერმა ახლა ვილი გააკეთა. მილად მეგობა რომ ვიხსნი დრედებს. და საერთოდ არ მახარებს ეგ ფაქტი, მაგრამ ისევ გავიკეთებ რა პრობლემაა. იმიტომ რომ ამ ლამაზობას უწევს ხოლმე 6-7 კვირაში მოხსნა. იმიტომ რომ ეს ჩემი თმა ხო იზრდება ხოლმე და რო არ გააფუჭოს და დაწიწკნოს და ასე შემდეგ სჭირდება მოხსნა და გაკეთება თავიდან. და ხოლმე მიწევს აქ პროცედურა, მაგრამ ხოლმე არ გავიკეთებ. ცოტა რამდენიმე კვირა დავასვენებ თავს. მიუხედავად იმისა, რომ დრედებით მცნობენ ხოლმე, ვერ მეუბნება, რომ ეს წვანე ბაიკი გასაგებია ბევრკო, მაგრამ დრედებით გცნობ. კიდევ ცორად მიყურებენ, ახლა შუქნიშანზე ვართ. არა უშავს. დღევანდელი დღე და ეს ვიდეო ამით დასრულდება. შენ კი ძალიან დიდი მადლობა თუ აქამდე მიყურებ, ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებ როგორ მოგეწონა ან არ მოგეწონა ეს ვიდეო. მედეთ ჩემი მოტო შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში და აუცილებლად მოგიყვებით ზოგადად ამ ბაიკზე და რატომ ავირჩიე konkretულად ეს მოდელი. ასევე ვეცდები გაგიზიაროთ ის ნამდვილი და რეალური ემოციები, რაც ბაიკს ზოგადად ახლავს და რატომ გიждდებით საერთოდ ამ ყველაფერზე. და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ახლა კი დაგიტოვებთ უბრალოდ კატაობის კადრებს და დროებით.